2021 წლის მასწავლებელთა სერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში, პირველი ვარიანტი ამოცანა ნომერი 26. ჰორიზონტისადმი რა კუთხით უნდა იყოს გასწრული სხეული, რომ სხეულის კინეტიკური ენერგია ტრაექტორიის უმაღლეს წერტილში სამჯერ ნაკლები იყოს საწყის კინეტიკურ ენერგიაზე. კარგით, მოდით ამოცანის მოსახსენად პირველ რიგში შემოვიტანოთ კოორდინატთა სისტემა. ეს არის y ღერძი, ეს არის x ღერძი და გარკვეული დავუშვათ რაღაც გარკვეული ალფა კუთხით. ვისვრით ჩვენ სხეულს რაღაც v სიჩქარით, საწყის სიჩქარე იყოს v. ეს არის კუთხე ალფა. ეს არის ტრაექტორიის უმაღლესი წერტილი. აქ ეს იყოს დავუშვათ, აი საწყის წერტილს დავავნიშნოთ 10, ეს იყოს b წერტილი. ეხლა ამ v სიჩქარეს ექნება თავისი გეგმილები ცხადია, აქ იქნება vy დგენელი, აქ იქნება vx დგენელი. და ახლა რაც შეეხება უმაღლეს წერტილში სიჩქარე იქნება, სიჩქარე აი ამ წერტილში ასვლისას გამომდინარე იქიდან რომ ემთხვევა vy კომპონენტი ნულის ტოლი არის ტრაექტორიის უმაღლეს წერტილში, v-ს სიდიდე და ემთხვევა vx-ის დგენელის სიდიდე, შესაბამისად აქაც გვექნება vx სიჩქარე ექნება სხეულს, ასე მიმართული და მოდით ახლა ჩავწეროთ კინეტიკური ენერგიები. ნუ რა იქნება ესე იგი? კინეტიკური ენერგია a წერტილში ექნება სხეულს რა თქმა უნდა მაქსიმალური, რადგანაც ამ შემთხვევაში პოტენციური ენერგია ნულის ტოლია და ამიტომ კინეტიკური ენერგია იქნება მაქსიმალური სტოლი და ეს სტოლი იქნება mv² ნახევრის. ეხლა ეს სტოლი არის კინეტიკური ენერგია b წერტილში. ნუ კინეტიკური ენერგია b წერტილში სტოლი იქნება mvx² ნახევრის და პირობით გვითხრეს რომ კინეტიკური ენერგია ტრაექტორიის უმაღლეს წერტილშიო სამჯერ ნაკლები უნდა იყოსო პირობა გვაქვს ასეთი საწყის კინეტიკურ ენერგიაზე, როგორი ალფასთვისო. ანუ ჩვენ თუ e კინეტიკურს b წერტილში კი ბატონო, უკაცრავად a წერტილში, რა თქმა უნდა, კინეტიკურ ენერგიას a წერტილში შევაფარდებთ e კინეტიკურ ენერგიასთან b წერტილში. ეს ტოლი უნდა როგორი ალფასთვის უნდა გამოგვივიდეს სამი ტოლი. ესა გვაქვს პირობა. ეხლა ჩავსვათ მოდით რა გამოგვივა. კინეტიკური a წერტილში იქნება mv² ნახევარი გაყოფილი mvx² ნახევართან. ეს ტოლი იქნება mv² ნახევარი გამრავლებული 2 შეფარდებული mvx-თან, m-ები შეგვეკვეცა, 2-ები შეგვეკვეცა. და ეს ტოლი გამოგვივიდა v² შეფარდებული vx-თან. ანუ კინეტიკური ენერგიის შეფარდება a წერტილში შეფარდებული კინეტიკურ ენერგიასთან b წერტილში ტოლი არის v² შეფარდებისა vx და რომელიც თავისუფლად ტოლი არის 3-ის. ახლა თუ გავითვალისწინებთ რომ vx მდგენელი თავისუფლად vx მდგენელი ნახაზიდან ტოლი არის v კოსინუს ალფასი და ახლა აი ამ გამოსახულებას თუ შევიტანთ აქ გამოგვივა ჩვენ რომ აქედან v კვადრატები გვინდა რა თქმა უნდა აქედან გამოგვივა რომ v² შეფარდება v² კოსინუს კვადრატ ალფასთან, იმიტომ რომ vx არის v კოსინუს ალფა, vx-ის კვადრატი იქნება v² კოსინუს კვადრატ ალფა, v-კვადრატები შევეკვეცება და ეს ტოლი არის 3-ის. ესე იგი რა გამოგვდის ჩვენ რომ 1 შეფარდებული კოსინუს კვადრატ ალფასთან უდრის 3-ს, აქედან კოსინუს კვადრატ ალფა უდრის 1/3-ს, ალფა კუთხე მახვილი კუთხე არის. პირველი მეოთხედის კუთხეა, შესაბამისად კოსინუს პირველ მეოთხედში დადებითია, საიდანაც კოსინუს ალფასთვის მივიღეთ რომ ეს ტოლი არის 1 შეფარდებული ფესვისამთან. აქედან კი ალფა ტოლი გამოგვდის arc კოსინუს 1 შეფარდებული ფესვისამთან. ეს კი არის პასუხი A.